მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? პირველ რიგში მოგიკითხავთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, მადლობა არხის გამოწერისთვის, გაზიარებისთვის, კომენტარებისთვის და შეგახსენებთ, რომ თვის ბოლომდე არის ფასდაკლება პირად კონსულტაციაზე, მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და მე თითოეულ თქვენგანს აუცილებლად გამოვეხმაურები რიგის მიხედვით. მაშასე, დღეს მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას ურთიერთობაზე, მაგრამ მოდი ვნახოთ, რა აფერხებს თქვენს ურთიერთობას, რა გიშლით ხელს, რომ განვითარდეს თქვენი ურთიერთობა და გადავიდეს ახალ საფეხურზე. ნახოთ, რა აფერხებს თქვენს ურთიერთობას, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები თქვენს ურთიერთობაში. პირველ რიგში, ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის, შემდეგ ვნახოთ თქვენ როგორ ხართ ამ ურთიერთობაში, შემდეგ თქვენი მამაკაცი როგორ არის აი ამ ურთიერთობაში, რას ტრანსლირებს, რას ფიქრობს და მერე უკვე გადავიდეთ მთავარ კითხვაზე, მაგრამ პირველ რიგში გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, რომ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად თქვენია. მეგობრებო, საჯარო გაშლა ყველაზე, რა თქმა უნდა, 100%-ით ვერ იქნება რეზონირებადი. ამიტომ გთხოვთ, რომ ყურადღებით მოусმინოთ ვიდეოს და თუ თქვენი ვარიანტია, მხოლოდ მაშინ განაგრძოთ ყურება. თუ არა და შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ვიდეოებზე. მაშასე, ვნახოთ თქვენი ურთიერთობა რა ეტაპზეა, რა ურთიერთობაში იმყოფებით ახლა. ახლა და ამჟამად თქვენი ურთიერთობა. ნახოთ თქვენ როგორ ხართ ამ ურთიერთობაში. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი როგორ არის ამ ურთიერთობაში. თქვენი ფიქრები აი ამ ურთიერთობაზე, მისი ფიქრები და თუ საჭირო იქნება, შემდეგ ვიკითხავ გრძნობებსაც და ვფიქრობ, რომ საჭირო კი არა, აუცილებელია. ურთიერთობა, აქ ამოვიდა კვერთხების დედოფალი, ქალბატონი, ბრძანდებით საკმაოდ ქარიზმატული, ცეცხლოვანი, სექსუალური, საოცარი ქალბატონები მიყურებთ, საკმაოდ განვითარებული გაქვთ ინტუიცია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დაინტერესებული ხართ საკრალური ცოდნით, შეიძლება იყოს ასტროლოგია, ტაროლოგია და ასე შემდეგ, რეიკი. საოცრად ინტუიციური ქალბატონები მიყურებთ, რომელსაც განვითარებული გაქვთ აი ეს რომ იტყვიან მესამე თვალი, მაგრამ აი ამ ურთიერთობაში, მეგობრებო, საკმაოდ ესეთი როლი გქონდათ თქვენ, საკმაოდ მთავარი როლი გქონდათ ამ ურთიერთობაში, თითქოს აქ ლიდერის პოზიცია გეკავათ, თითქოს ძალიან ბევრ რამეს თქვენ უფრო მეტ აკეთებდით ამ ურთიერთობისთვის, ვიდრე მეორე ადამიანი, მაგრამ ამ ურთიერთობაში ახლა ერთ-ერთი თქვენგანი ამ ურთიერთობიდან ხართ წასული და ეს ის წასვლა, როდესაც ძალიან მტკივნეულია წასვლა, მაგრამ იცით, რომ აუცილებელია ეს განშორება, საკმაოდ დიდი გზა გაქვთ გამოვლილი
შეიძლება თვითონ პიროვნებაა წასული, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანია წასული აი ამ ურთიერთობიდან და აქ ჩანს მოლოდინი. არ ვიცი რომელი ხართ ურთიერთობიდან ჯერჯერობით წასული, მაგრამ ელოდებით სულ მოუთქმელად მაინც მის დაბრუნებას ან სიტუაციის შემოbrunებას უკეთესობისკენ. კარგით, ნახოთ ახლა თქვენი ფიქრები. არა, ფიქრები არა, ეს იყო თქვენ, როგორ ხართ აი ამ ურთიერთობაში, ან როგორ იყავით. საკმაოდ კარგი დღეები გაქვთ მეგობრებო, აქ გავლილი, ხალისიანი, ბედნიერი. იყო დრო, როდესაც აი ამ ურთიერთობაში იყავით ძალიან კარგად, დასაწყისში იყო ეს ყველაფერი. ივსებოდით ემოციებით, მაგრამ თქვენში დაძაბულობა გამოიწვია და ცოტა ემოციურობა გამოიწვია იმ მომენტმა, რომ თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი თითქოს არ ჩქარობდა, თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდა და ურთიერთობა არ ვითარდებოდა, სხვა ეტაპზე ვერ გადადიოდა. აქ მამაკაცი მიწისტიქია და შეიძლება ამ მიწისტიქის მამაკაცებს ახასიათებთ მხოლოდ სამსახურზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრი და ურთიერთობაში ძალიან შენელებულები არიან. თითქოს ძირითადად ეს მამაკაცი დაკავებული იყო თავისი საქმეებით და დიდად არ ჩქარობდა თქვენ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლას. და აქ თქვენ საკმაოდ დაძაბული ხართ, სწორედ ამიტომ ან იყავით და სწორედ თქვენში აი ის უთანხმოება გამოიწვია აი ამან. თქვენი ფიქრები. თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ყველაფერი დასრულდა, ჩამოგენგრათ ეს ყველაფერი თავზე, მოხდა აქ ურთიერთობაში ნგრევა და ეს ნგრევა გამოიწვია მამაკაცმა, რომელიც ბოლო დროს, ბოლო პერიოდში, აი როგორც გითხარით, იყო თავისი საქმით დაკავებული, დიდად ემოციებსაც აღარ გამოხატავდა თქვენს მიმართ და თქვენ ფიქრობთ, რომ თითქოს გამოუვალია ახლა სიტუაცია. შეიძლება აქ დაოჯახებულ მამაკაცსაც ვუყურებდეთ, რადგან აქ იმპერატორი გვეწვია, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს ეს მამაკაცი საკმაოდ სტატუსიანი, საქმიანი, რაღაც წესრიგის მოყვარული ადამიანი, რომელსაც თავისი წესები აქვს შემუშავებული და რაღაც მომენტში შეიძლება ეს ადამიანი გაიძულებდათ თუ გთხოვდათ, რომ მისი წესებით გეთამაშათ ამ ურთიერთობაში თუ მისი წესები გაგეზიარებინათ და მას როგორც სურდა, ისე ყოფილიყავით აი ამ ურთიერთობაში. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი როგორ იყო ამ ურთიერთობაში, ან როგორ არის. საკმაოდ ბოლო პერიოდში შეიძლება იყო დაძაბულობა, თითქოს რაღაც ბარიერებს გიწესებდათ ურთიერთობაში, საკმაოდ ლიდერულ პოზიციას გამოხატავდა თქვენს მიმართ და შორიდან გაკვირდებათ ახლა ეს ადამიანი და შორიდან უჭვრեց აი ამ თქვენ სიტუაციას, რაღაც სიფრთხილეს იჩენს. ამ ურთიერთობაში შეიძლება მამაკაცმა მიიღო გადაწყვეტილება, ან ისე იმოქმედა, რომ აი ეს დისტანცია სწორედ მამაკაცის საქციელმა გამოიწვია აი ამ ურთიერთობაში. აი ეს დისტანცია ახლა უმეტეს თქვენგანს ალბათ დისტანცია გაქვთ და პაუზა გაქვთ და აი ეს მისი
საქციელიდან გამომდინარეა, თითქოს რაღაც ბარიერი დაგიწესათ აი ამ მამაკაცმა და ბოლომდე არ მიგიშვათ თავის სიახლოვეს. მისი ფიქრები. ეს ადამიანი ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პაუზა, ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან განაწყენებული ხართ, გაბრაზებული ხართ მასზე, მაგრამ მიუხედავად აი ამ თქვენი სიბრაზისა, სიხისტის ახლა, რასაც იჩენთ მის მიმართ, ეს მამაკაცი მაინც არ არის ჩახსნილი, აი ამ ურთიერთობიდან არ არის ჩახსნილი და მაინც აქვს ამ მამაკაცს თქვენს მიმართ მიჯაჭვულობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაბრაზებული ხართ მასზე და შეჩერებულიც არის თქვენი ურთიერთობა, ეს მამაკაცი მაინც ფიქრობს თქვენზე, ფიქრობ, რომ ეს კარმული ურთიერთობაა და შეიძლება ქვეცნობიერად იცის კიდეც მან, რომ საკმაოდ დამოკიდებულია მაინც თქვენზე. ბოლომდე ვერ მოახერხა ამ ადამიანმა თქვენგან ჩახსნა. თვითონ ფიქრობს, რომ არ შეუძლია ბოლომდე გათავისუფლდეს თქვენიდან. კარგით, ვნახოთ ახლა მოდი შევცვალოთ დასტა და ვნახოთ თქვენი გრძნობები ამ ადამიანის მიმართ. თქვენი გრძნობები. მეგობრებო, ალბათ დაკავებული ხართ და გადაერთეთ თქვენ საქმიანობაზე ან თქვენ ოჯახზე გადაერთეთ ახლა და ამჟამად და გადართული ხართ თქვენი მიზნების, გეგმების და ოცნებების ასრულებაზე და მე გეტყვით, რომ როგორც თავში აღვნიშნე, საოცარი ქალბატონები ბრძანდებით და ძალიან მიხარია და ძალიან მეამაყება თვითეული თქვენგანის აქ ყოფნა, რადგან აქ ძალიან ძლიერი ქალბატონები ხართ და ძალიან სწორად აზროვნებთ და იცით, რომ ახლა უნდა დაკავდეთ თქვენი თავით, თქვენი მიზნებით და თქვენ თითქოს საკუთარ თავსაც აღარ გინდათ გამოუტყდეთ თუ რა გრძნობა გაქვთ და აი თითქოს თრგუნავთ აი ამ გრძნობას და პოვებთ სიმშვიდეს უფრო თქვენს სამუშაოში, თქვენი გეგმების რეალიზებაში და ცდილობთ აისრულოთ და თქვენ ცდილობთ აისრულოთ თქვენი სურვილები, თქვენი გრძნობები. თქვენ უკვე გეგმავთ, რომ წახვიდეთ, საკმაოდ გაბრაზებული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გაქვთ ის შემორჩენილი ემოციები და გრძნობები ამ ადამიანის მიმართ, უკვე სხვანაპირისკენ იყურებით და ცდილობთ, რომ ახალი გზით წახვიდეთ. ვნახოთ ამ ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ. ეჭვიანობს, საოცრად ეჭვიანობს მეგობრებო თქვენზე, იმდენად ეჭვიანობს ეს ადამიანი, რომ უკვე ავადმყოფობაში გადადის ეს ყველაფერი, ფსიქოლოგიურად არ არის კარგად ეს ადამიანი, აი ამ ეჭვების გამო ზოგიერთი მათგანი შეიძლება რაღაც დამოკიდებულიც კი გახდა რაღაც მავნე ჩვევებზე, ან ცდილობს ეს ადამიანი, რომ გამოვიდეს აი იმ მოჯადოებული წრიდან, სადაც არის და მე ეს მოჯადოებული წრე ვიგულისხმე მეგობრებო, დავაკონკრეტებ, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, ეს მოჯადოებული წრი არის თავისი ფიქრები, თავისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რომლის ჯაჭვსაც ვერ წყვეტს ეს ადამიანი. ის ფიქრობს, რომ რაღაც ერთი ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ფიქრობს კიდევ ხომ არ სცადოს
თქვენთან კომუნიკაცია, მისი გრძნობები მაჩვენე. დაღლილია მეგობრებო, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა აი ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანმა, აი რაღაც გარდასახვა, იმიტომ რომ თითქოს არა ეს კარმული ურთიერთობაა და უფრო მისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა გაიარა, ძალიან დიდი ტვირთია ეს ყველაფერი მისთვის და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს გრძნობები, რომელიც ტვირთად გულზე აწევს ამ ადამიანს, თუმცა აი როგორც გითხარით, შორიდან აკვირდება აი ამ სიტუაციას, რაც არის ახლა თქვენ შორის, თქვენ გონიათ, რომ მთლიანად ჩახსნილია, შეიძლება გონიათ, რომ ყურადღება მოადუნა და თქვენკენ აღარ იყურება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მოდი მთავარ კითხვაზე გადავიდეთ და ნახოთ მთავარი კითხვა. და დასტები გადმომიცვირდა მეგობრებო. რა აყოლნებს? რა წევს უკან თქვენს ურთიერთობას? რა არის ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც იწვევს თქვენი ურთიერთობის რღვევას? მიზეზი, თქვენი ურთიერთობის რღვევის მიზეზი. რა არის თქვენი ურთიერთობის რღვევის მიზეზი? მთავარი კითხვა. ის რომ თქვენი მამაკაცი რაღაც მომენტში ბავშვით მოიქცა. ხოლო შეიძლება ეჭვიანობდა მუდმივად, შეიძლება რაღაც მომენტში სიახლეებს ეძებდა და ცოტა ბავშვით მოქმედებდა მეგობრებო და ვერ აიღო პასუხისმგებლობა აი ამ ურთიერთობაზე ამ ადამიანმა. რაღაც მომენტში თითქოს ვერ გაიზარდა ამ ურთიერთობაში, ვერ აუწყო აი ამ ურთიერთობას ფეხი. ურთიერთობა ვითარდებოდა, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს ისევ პატარა დარჩა. უბრალოდ შორიდან მუდმივად შეიძლება შორიდან გაკვირდებოდათ, შეიძლება იყო აქ თვალთვალით თქვენი მისამართით, უაზრო ეჭვიანობაც შეიძლება იყო, შეიძლება ამ მამაკაცს მაინც გარკვეულწილად გაურბოდა თვალი სხვა ადამიანებისკენაც და ვერ ყალიბდებოდა თავის არჩევანში, რასაც აი ნახე რომ აშკარად ნანობს, მაგრამ აი აქ ურთიერთობაში მეგობრებო, ანუ რაც ხელს უშლიდა ის არის თქვენი ურთიერთობა, რამაც ჩიხში შეიყვანა, ეს არის ის, რომ ეს მამაკაცი მამაკაცურად ღირსეულ მამაკაცად ვერ მოიქცა, როგორც უნდა მოიქცეს ღირსეული მამაკაცი და რაღაც მომენტში ბავშვურად მოქმედებდა. რა არის ხელშემშლელი ფაქტორი თქვენი ურთიერთობისთვის? ნახოთ კიდევ რა უშლის განვითარება. შეიძლება ოჯახი, რომელიც ამ მამაკაცს ყავს. ან თქვენ ხომ არ ყავთ მეგობრებო, ოჯახი, შვილები და სწორედ აი ამან გამოიწვია, ან არასერიოზულმა საქციელმა ამ მამაკაცის, როგორც გითხარით. აქ ორი ვარიანტი გამოიკვეთა. პირველი ვარიანტი არის ის, რომ ეს მამაკაცი მოიქცა როგორც აი ეს სულელი ბავშვი და მომავალზე არ იფიქრა და მეორე არის ის, რომ ამ მამაკაცს შეიძლება სტაბილური ოჯახი ყავს, ან თქვენ ყავთ სტაბილური ოჯახი და რაღაც მომენტში ამან გავლენა მოახდინა აი ამ თქვენს ურთიერთობაზე. კიდევ ერთი არკანით რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი? არჩევანი ვერ გაკეთდა მეგობრებო, ვერ გაკეთდა არჩევანი და რამაც გამოიწვია აი ამ ურთიერთობის რღვევა. თითქოს მეგობრებო,
თითქოს აი ამ ურთიერთობისთვის, აი თქვენ უკვე ძალიან გაიზარდეთ აი ამ ურთიერთობაში, თითქოს ეს ურთიერთობა უკვე თქვენთვის ძალიან უსუსური იყო. აი თქვენთვის, თქვენ იმდენად გაიზარდეთ აი ამ ურთიერთობაში, რომ თქვენ ასეთი არასტაბილური ურთიერთობა უკვე აღარ დაგაკმაყოფილებდათ. და ხელშემშლელი ფაქტორიც სწორედ ის იყო, რომ შეიძლება ამ მამაკაცმა ვერ გააკეთა თქვენზე არჩევანი და აი თქვენ მოინდომეთ, რომ სწორედ აი ამ ჭაობიდან გამოხვიდეთ და აი ამ თქვენთვის არასასურველი სიტუაციიდან გამოსულიყავით. შეიძლება თქვენ მიხვდით, რომ თქვენ კვერთხების დედოფალს ცოტა არ აკმაყოფილებს და მართალიც ხართ არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმითი, რაც თქვენი შესაფერისი არ არის. თქვენ დიახაც უნდა გქონდეთ ამბიცია, რასაც იმსახურებთ, მიიღოთ ის და მართალი ბრძანდებით და აქ ხართ ისეთი ქალბატონები, რომლებიც აფასებენ თავიანთ თავს და სწორედაც, რომ თუ თქვენ არ დააფასებთ საკუთარ თავს, გარშემოყოფებიც ასევე მოიქცევიან და აქ მე ვუყურებ ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე აღარ აკმაყოფილებდა აი ეს ურთიერთობა. თქვენ დედოფლებს ნამდვილად გესაჭიროებათ ღირსეული პარტნიორი თქვენს გვერდით. მე თქვენ წარმატებას გისურვებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აღფრთოვანებული ვარ აი ამ ქალბატონების აზროვნებით, ვინც აქ მიყურებდით და ვისი ვარიანტიც აღმოჩნდა ეს გაშლა, ვისეც რეზონირდა. მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და ყველაფერი წინ გაქვთ. მე დროებით გემშვიდობებით და ველი თქვენს კომენტარებს დიდი სიყვარულით. დროებით.